ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის 7 კანდიდატის სტუდენტებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მონოლოგის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს. შეხვედრა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით 3 საათს გაგრძელდა. სტუდენტებს მივეცით საშუალება დაესვათ კითხვები, რომლებიც აქტუალურია და მათი წინა საარჩევნო პროგრამა არ დარჩენილი იყო მხოლოდ აკადემიურ საბჭოს შიგნით და ეს გაეგოთ სტუდენტებს. ამის საშუალება მიეცათ. დისკუსიაში მონაწილეობდა 8 კანდიდატურიდან 7. ერთ-ერთი არ იყო ქალაქში და ვერ მოახერხა და მათ წარმოადგინეს წინა საარჩევნო პროგრამები სტუდენტებთან. ჩვენი უნივერსიტეტი თითქმის მოძველებულ პრაქტიკაზე არის, არ არსებობს ელექტრონული ბიბლიოთეკა, არ არსებობს ელექტრონული, ასე ვთქვათ, საქმის წარმოება და ნამდვილად საჭიროა ის განახლებას და რებრენდინგს. რისთვისაც თითოეულმა კანდიდატმა ძალღონი არ უნდა დაისურვოს არჩევნებამდე და რა თქმა უნდა, ორმაგი ძალისხმევით უნდა იმუშაონ არჩევნების შემდეგ.